Მინ შეიძლება მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ დაჟინებით თქვენი პოლიტიკური ლიდერები, თქვენი კოალიციის პოლიტიკური ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ არიან პარტიები, ვინც ფიქრობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. გახარიას გარდა კიდევ არიან ასეთი პოლიტიკური ძალები? მოგესალმები მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. ვერ ვიტყოდი რომ დაჟინებით რამეს ვამტკიცებ, ჩვენ შეგვიძლია ვარაუდებზე ვისაუბროთ კონკრეტული პოლიტიკური აქტორების ქცევის, უკვე ასე ვთქვათ, გარკვეული განხორციელებული ქცევის, მათი აქტივობების მიხედვით გაგვიჩნდეს გარკვეული მოლოდინები, ხო? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რა მოლოდინი და რა აქტორის, ხო? ანუ აქტორების, ანუ ზოგადად, რომ რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ შემთხვევაში მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროცესში არის ის რა მოლოდინები გააჩნია საზოგადოებას, რომელიც ახლა ტელეეკრანებთან ზის და გვიყურებს, დგას აქციაზე, ან ამ წუთებში მაგალითად თეატრში აპროტესტებს დოის გათავისუფლებას, ანუ აი ამ ხალხს რა მოლოდინები აქვს და რა არის აქ მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკაში ამ წლების განმავლობაში რაც მე ვნახე, ეს არის ნდობა პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ. თუ რამე ამ პროცესში შეილახა უპირველეს ყოვლისა ნდობა კონკრეტული პოლიტიკური აქტორის მიმართ, ხო? აი რაც თქვენ ბრძანეთ, ის რომ დადებული პირობა პრეზიდენტთან სხვა პარტიების წინაშე იქნა დარღვეული და გახარია გამოცხადდა. იქნა დადებული, მაშინ ვერავის წარმოედგინა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს დაიბარებდნენ და თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა. ვითარება შეიძლება რაღაცა იცვლებოდეს და პოლიტიკოსი ან პარტია გადაწყობას ახერხებდეს, მაგრამ როდესაც რაღაცას ცვლი პოლიტიკაში, კონკრეტულ გადაწყვეტილებას ცვლის, სხვა აქტორები, რომლებთანაც იყავი რამეზე შეთანხმებული, მინიმუმ საქმის კურსში უნდა იყვნენ და საზოგადოებაც უნდა იყოს იმ მოლოდინის წინაშე, რეალურად ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას შეერანაბიჯების განხორციელებას. აპირებ, იმიტომ რომ ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, რომ არც ერთი პროდასავლური პარტია აი ამ რაღაც მასკარადში თეატრალურკიანთან არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ ჩაერთვებოდა, ეს მოლოდინი უნდა გაამართლა, ხო? ჩვენ მივიღეთ სანაცვლოდ ის, რომ პარლამენტი, რომელსაც ვუწოდებთ მთელი ოპოზიციური სპექტრი არალეგიტიმურს და ის არის ჭეშმარიტად არალეგიტიმური, არა მარტო საქართველოს მოსახლეობა ამაზე შეთანხმებული, არამედ ასე ვთქვათ, გარე აქტორებიც ამაზევე არიან, ხო, შეთანხმებული არჩევნებში მონაწილეობა, არა თუ მონაწილეობა, საუბარი შესაძლო მონაწილეობაზე არის ამ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა ამას და ჩვენი ღმერთწმენით ეს არის ვინ არის კიდევ გახარიას გარდა, ანუ ლელო არის მათ შორის, ვისაც თქვენ ამის შესახებ ლელომ უნდა გააკეთოს განცხადება. თქვენ ვის გულისხმობთ თქვენ, იმიტომ რომ ნიკა მელიამ გუშინდელ ინტერვიუში რამდენჯერმე ახსენა, ამიტომ გეკითხებით თქვენ ასე დაჟინებით, ანუ ვინ 4 პოლიტიკური ძალა ხართ სულ იქ ხომ? ბარიერა გადალახულს გულისხმობთ თქვენ? კატეგორიულად გამორიცხავთ. გახარიას პოზიცია, გასაგებია, რჩება ნაციონალური მოძრაობა და რჩება ლელო. ნაციონალური მოძრაობის პოზიციაც ვიცით, ხო, გაცხადებულია. ანუ გამოდის რომ თუ აქტორებს გულისხმობთ მრავლობითში და არსებობს პოლიტიკური პარტიებიო ხაზგასმით აღნიშნა, გულისხმობთ თუ არა ლელოს ამ შემთხვევაში. ნახეთ, თუ არა, მაშინ აქვე დავასრულოთ, დავუსვათ წერტილი ამ საკითხს. მე დღემდე მკაფიო და ხაზგასმული პოზიცია თავად ლელოსგან არ მომისმენია, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი შეთანხმების საგანი, ეს არის ის ერთობა, რა მიზნის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული. ეს არის რომ არ აღიარება არალეგიტიმური ხელისუფლების ახალი არჩევნები, ახალი წესებით, დემოკრატიული პრინციპების დაცვით და მხოლოდ ამ შემთხვევაში უკვე სხვა დანარჩეს, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თავისუფლება. ამიტომ კაფიო პოზიციას ალბათ თავად ლელოსგან მოვისმენთ. ის რომ დღის წესრიგში მკაფიო და არ აკეთებ განაცხადს იმაზე, რომ თუ არ აღწევ თავარს, რაც არის ამ საზოგადოების მთელი ქვეყნის უმრავლესობის მოსახლეობის აქტივისტების თუ პოლიტპატიმრების მოთხოვნა. ისინი პირდაპირ კითხულობენ, შედიხართ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, იგივე თამაშის წესებით, იმავე CSKOT-ი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათი პატიმრობის ფონზე ამასთანავე გვეკითხებიან ეს ადამიანები, შედიხართ ამ პროცესში, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და პასუხი ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანია იყოს კაფიო. და ერთსაც დავაზუსტებ, მე და ცოტნე ვართ საკრებულოს წევრები. ჩვენ დაახლოებით 1 წელია, ხო, ცოტნე რაც ბოიკოტში ვართ.
ჩვენ არ ვესწრებით საკრებულოს ხდომებს და განა რა ისეთი მოცემულობა დგება ახლა, რომ ხელახლა შედიხარ იმავე არჩევნებში, ისევ საკრებულოში და მე თავიდან იწყებ ბოიკოტს, ნახეთ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ლელო განიხილავს ადგილობრივ არჩევნებში. მე ჩემს საკუთარ პოზიციას ვამბობ აღნიშნულთან დაკავშირებით და კოალიციის პოზიციას. ისევ ლელო საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა და დისკუსია და მსჯელობა მრგვალი მაგიდის მიღწევა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ნებისმიერი სხვა საკითხის დაკენება. დღევანდელ ვითარებაში, რასაც ვუყურებ და აღარ დაუბრუნდებ იმ საკითხებს, რომელიც მათ შორის აქ განვიხილეთ და ვხედავთ, რომ უამრავი წინააღმდეგობა არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის, საპირისპიროს ხომ არ ავლეს ოპოზიცია. ვერ ვიტყოდი ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვავლენთ საპირისპიროს, იმიტომ რომ ჩვენმა ერთობლივმა საქმიანობამ, მაგალითად, ძალიან კარგ პრეზიდენტთან იმავე ქარტიის ფარგლებში შეთანხმებულად მოქმედება მოიტანა ის საგარეო შედეგები, რაც იცის უკვე საზოგადოებამ და ეს არის სწორედ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასევე ჩვენ ვართ, როგორც იცით, აი კონცენტრირებული იმ ძირითად მიზანზე, რაც არის რეალურად არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობის პოლიტიკა და აი ამ ჩვენი პრინციპულობით ჩვენც მაგალითი უნდა ვიყოთ იმავე საზოგადოებისთვის, რომელიც ახლა ვნახეთ თავად როგორ პრინციპულობას ავლეს. ამიტომ ჩვენ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ის არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა დღეს საქართველოში რეჟიმის მსხვერპლია, იმიტომ რომ არ დარჩა სფერო, რომელსაც არ მისწვდა რეჟიმი, ხო? იქნებიან ეს თეატრის მოღვაწეები, იქნება ეს სამედიცინო სფერო, პატიმარიც ყავს ხო, ორი ექიმის სახით, იქნება ეს საჯარო მოხელეები და მათი გათავისუფლება, მაგალითად მერიიდან თუ სხვა სისტემებიდან. ანუ რეალურად რეჟიმი მისწვდა ყველას და მართლაც აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში ორი რამ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პრინციპულობა, როგორც პოლიტიკოსებისა, ისე საზოგადოების და რა თქმა უნდა ურთიერთ სოლიდარობა. ჩვენ გვაქვს ერთი საერთო მიზანი და ეს მიზანი უფრო მეტია ვიდრე არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება. ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მე პირადად და ჩემს ირგვლივ ბევრი თანამებრძოლი ამ მიზნისთვის ვიბრძით და დანარჩენი ეს უკვე არის ის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ საკითხში. ნინო, შეიძლება მივიღოთ ისეთი მოცემულობა, რომ რაღაცა, არ ვიცი, ეტაპის შემდეგ, როდესაც ყველა გონივრული ვადა, შესაძლო შეთანხმებისა ამოიწურება და დღემდე ვერ მივიღე, ასე ვთქვათ, გადაჭრით პასუხი თქვენი კოალიცია წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობს თუ არ მონაწილეობს, თუ მონაწილეობს, რა ფორმით მონაწილეობს, ანუ ნაწილობრივ მონაწილეობს და ნაწილობრივ არ მონაწილეობს და შეიძლება თუ არა მივიღოთ ისეთი სურათი, როდესაც ყველა თავისი გზით წავა რა, ვიღაცა ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადის დაიწყებს, ვიღაცა როგორც გახარიამ თქვა, ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ საკუთარი მანდატები აღადგინოს პარლამენტში და ალბათ იმისთვის სჭირდება თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთოს, ვიღაცა საკუთარი, ასე ვთქვათ, სიტყვის ერთგული დარჩება, რომ არც საგამოძიებო კომისიაში მიიღებს მონაწილეობას, არც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და მოკლედ დარჩება აი ამ, არ ვიცი, პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ რაღაცა მოვლენების მიღმა. დავიწყოთ გახარიათი, რადგან რაღაც ბოლო ეს იყო. ნახეთ, გახარია დღესაც არის მოქმედი პარლამენტის წევრი. ანუ მათ აქვთ მანდატები. ამავდროულად ისინი ამბობენ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მაგრამ ამ მანდატებს ამ ეტაპზე ინარჩუნებენ. ამიტომ რაღაც მოლოდინები მით უფრო წინ გვაქვს ის, როცა მათ დადებული რაღაც სიტყვა დაარღვიეს და ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ იმ კომისიაზე და ეს არაღიარების ნაწილში რეალურად იყო დამაზიანებელი.
ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი დღის წესრიგიც უნდა გქონდეთ, მით უფრო, როდესაც ჩვენ საუბრობთ საერთო პროცესის გაძლიერებაზე, იმიტომ რომ ეს დღის წესრიგი ყოველთვის ორიენტირებულია ძლიერი ოპოზიციური ველის შექმნაზე და არადასუსტებაზე, ხო? ამიტომ ჩვენ წარმოდგენილი უნდა ვიყოთ ისე ამ ბრძოლაში, რა ეტაპიც არ უნდა იყოს ეს გარე აქციების იქნება თუ დაუშვათ უცხოეთში ვიზიტები თუ რაც არ უნდა იყოს, რომ ჩვენგან ვასხივებდეთ ძირითადს. ეს არის ჩვენი პრინციპებისადმი ერთგულება. მე ჩვენი დღევანდელი გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ნდობა, რომელიც ჩვენ მიმართ აქვს გამოცხადებული მოქალაქეს, ხო? ნებისმიერ ჩვენ სხვა პარტიებს წარმოვადგენთ, ხო, ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციურ პარტიებს შორის არის ერთმანეთის უნდობლობა, ესე ვთქვათ. და ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ამორჩეველს ჩვენ დამინდობა, ამავდროულად პოლიტიკურ პარტიებს ამ ბრძოლაში უნდა გქონდეთ ერთმანეთისადმი ნდობა და სწორედ ამიტომ ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი არის არაღიარების, არ თანამშრომლობის ნაწილში სწორედ რომ დიახ პოზიცია ამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველა იმ ფორმატში ვიქნებით მონაწილე, სადაც ერთობას არ ექნება მხოლოდ ფასადური ხასიათი და სადაც კონკრეტული მიზნისთვის იქნება ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანი. ეს ფორმატი არ არის ასეთი მახასიათებლების მქონე? ჩვენ ესე გათიშულად თავს არ გვძნობთ ამ ფორმატიდან, იმიტომ რომ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, სადაც ჩვენი საჭიროება იქნება და რომელიც მოემსახურება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული.